როგორ მიხარია ამ ადგილზე მოსვლა ისე? რამდენი ხანი არ ვყოფილ ვართ? მე მგონი პირველად რო ჩამოვედი ამერიკაში, პირველ კვირებში ვიყავით აქ და მე რაღაცნაირად ჩვენი რესტორანი რო გვაქვს აქ არის, ხო თუ მეშლება? და ორჯერ ვიყავით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს იმ რესტორანში და ძალიან ამერიკულია. მე მგონია რომ თუ გინდა რომ ამერიკა ნახო, ესეთ ადგილას აუცილებლად უნდა მოხვიდე, იმიტომ რომ ზუსტად ის არის როგორც ცხოვრობენ აი ესე ნამდვილი ამერიკელებს, ვისაც ეძახიან რა. პირველად რომ ჩამოვედი და რაღაცნაირად გადმოეწყო ჩემი თვალი და ყური და ყველაფერი ამერიკაზე და აქ რო წამოვედით, ცოტა შოკი მქონდა მთები რო დავინახე, იმიტომ რომ მივხვდი რომ იქ სადაც ცხოვრობდის და ზოგადად სტანდარტულად ამერიკასთან სადაც გაქვს შეხება, იქ მთები საერთოდ არ არის. და აქ რომ ესეთი აღმართები და მთები დავინახე, ცოტა არ მჯეროდა. აი აქ გავჩერდით და ჩავიდეთ. მოკლედ დღეს ულამაზეს ადგილზე მოვედით. ძალიან მიყვარს ზოგადად ნიუ-ჯერსი და ჩვენ გარშემო ადგილების აღმოჩენა და ეს არის ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი, იმიტომ რომ პირველად როცა ჩამოვედი ამერიკაში, მესამე თუ მეოთხე დღეს ჩამოვედით ამ ქალაქში, მაშინ გაზაფხული იყო, ძალიან თბილო და საერთოდ სხვა ატმოსფერო იყო და სხვათა შორის ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზამთარში აქ ესეთი ლამაზი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ყველაფერი არის მოყინული, გაყინული, მაგრამ საოცარი ამინდია. თავიდან მეგონა რომ საშიში იქნებოდა, ბევრად ექსტრემალური აქტივობა მეგონა და ცოტა ისე მოვემზადე, მაგრამ ეხლა ხვდები რომ საშიში არაფერი არ არის, პირიქით ძალიან მაგარი გასართობია მართლა. ნიუ-ჯერსიში შეგიძლიათ ამ ადგილას მოხვიდეთ და ანუ მართლა რეალური და აუთენტური ამერიკა გაიცნოთ. ჩემთვის თავარია, ერთი ჭიქა ყავა დავლიო. მე რამე გემრიელობასაც თუ შევჭამთ, კარგი იქნება. და წავედით რომ ცივოვსო. ყველაზე ამერიკულ დაინერში მოვედით და ყველაზე ამერიკულ საჭმელებს შევუკვეთავთ. მგონია რომ ძალიან გემრიელი იქნება, იმიტომ რომ აწერია რომ ტოპ 5 დაინერში შედის ნიუ-ჯერსის მასშტაბით და ნახოთ, წავედით. საოცარი სილამაზეა მგიშტები. Hi. Yeah. არ მჯერა როგორც გამოიყურება აქ ყველაფერი. მოკლედ როგორც იცით ალბათ ყველაფერი ყოველთვის ამერიკაში არის ძალიან დიდი პორციებით და განსაკუთრებით ამ ავთენტურ ადგილებში ორი რაღაც შევარჩიეთ. ყველაზე ამერიკული მგონია რომ არის French onion burgeri. French. და chef's pot roast-ი. მგონია რომ ორივე ძალიან გემრიელი იქნება და ვნახოთ, დავაგემოვნებთ თქვენთან ერთად და მოკლედ დაველოდოთ ეხლა რა მოვა, დავაგემოვნებთ და გეტყვით როგორი იქნება. პირველი მოვიდა ყავა, კაპუჩინო. სევიდან ვხედავ რომ სინამონის ფხვნილი აყრია, რასაც მე პირადად ვერ ვიტან. ყველაზე უგემური კაპუჩინოა, რაც კიდევ მე გამისინჯავს. როგორ არ დავლე? ფულია გადახდილი. აიღებდი ამას. მართლა რა მხევა პორციები მოვიდა ამჯერა და წარმოდგენა არ მაქვს თეფსა რა დევს. ნახოთ სტეიკი. ძალიან მაგარი სტეიკია. ძალიან რბილია და ძალიან დნება პირში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტეიკისთვის. ბურგერი, რომელშიც არის შემწვარი ხახვი, მოხარშული ხახვი, მუმი ხახვი. აჰა. ან ბურგერია, ჩვეულებრივი ბურგერი. თუ გიყვართ ნამდვილი ამერიკული ზეთიანი საჭმელი, მოგზავნეთ ჯეფერსონ დაინერში. ფრის და ჩემი სახის ზომის მიმართება მინდა რომ გაჩვენოთ.
ვერას ისე საყვარლად ეთამაშებოდა სტაფი, რომ რამის დარჩა აღარ მოდიოდა. მოკლედ დღევანდელი დღე რომ შევაჯამო. იყო ტრადიციული ამერიკული მოგზაურობა და მართლა იგრძნობა ეს გარემოში. და ნუ მოკლედ რისი თქვა მინდა, ძალიან პოზიტიური ემოციებით ვარ დამუხტული. იმედია რომ თქვენამდეც მოვიტანეთ ეს პოზიტივი და თქვენც რაღაცნაირად გაგაღიმეთ რამდენიმე წუთით მაინც და შემდეგ ვიდეომდე. ჩაო.